ეს მილიონერი გახვდი მეგობრებო და ეს როგორ გახვდი მე მილიონერი, იმიტომ ყველა სოციალური ქსელებში ჩვენი ოჯახი თქვენი წყალობით, ღმერთის წყალობით ჩვენ 1 მილიონის ოჯახი ვართ და ესე არ მოხდა. 2022 წლის მე-10 თვეში პირველი ვიდეო გადავიგე და დღევამდე ათასობით ვიდეო არის ჯამთელობის შესახებ გადაგებული და მე არ მქონდა არადროს არც ეკლა მაქვს სტუდია ეგრეთ წოდებული ჩემი უკან წინ კამერები, რა ვიცი, შუქები, განათებები, ეს დღესაც არა მაქვს დაახლოებით 600-700 ლარიანი ტელეფონით მაქვს ეს YouTube არხი აწყობილი, Facebook არხი აწყობილი და თქვენი თითო ლაიკი, თითო კომენტარი თქვენი ძარები, რომ შემეცვალა ჩემი ჯამთელობა, ჩემი ვიდეოებით ერთი ადამიანის რომ სარგებლობს, ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული იყო ყოველთვის, რომ კიდე ახალი ვიდეო, კიდე ახალი ინფორმაცია თქვენთვის რომ მოგაწოდოთ. იყო ეგეთი დღეებიც, რომ ეცინებოდა ხალხი, რომ ეს ინდოელი, როდის მიდიხარ ინდოეთში, მე იქ მიხედე შენი ხალხს მიყედე, მეგობრებო, ნახე ცუდი კომენტარი, კარგი კომენტარი, ეს ალგორითმია. ცუდი კომენტარიც მეხმარება, რომ ბევრი ადამიანმა გაიგოთ ჩემს სახეთ და ყველამ დამეხმარა. ცუდი კომენტარი მას, კარგი კომენტარი მას. და 1 მილიონი გამომწერი ნიშნავს, რომ საქართველოს თითო ოჯახში ერთი ადამიანი ჩემი გამომწერია. რას ჩემი აზრია, იგივე იმ ადამიანის აზრია, რომელიც ადამიანი ჩემი ვიდეოებს უყურებს. თითო ოჯახში ერთი ადამიანის, როცა ჩართულია ეს ვიდეო, კი მეუბნება, ბებო ჩემი შენი ვიდეოებს უყურებ, მაგრამ ყველას ყურებში ტრიალებს. ხვალ და ზეგ ჩემი ვიდეო, რომელიც დღეს 20 წლის ბიჭია, ბებო მისი უყურებ, მაგრამ ის 20 წლის ბიჭი 40-ის გახდება და ჩემი ვიდეოები სულ აქ დარჩება. მე ვიქნები თუ არ ვიქნები, ეს ვიდეოები სულ აქ დარჩება. კიდე მადლობა გიხდით მეგობრებო, თქვენი დაწერებისთვის და თქვენი სათითო ეგეთი კომენტარისთვის, რომელი ეძახის ღმერთმა დაგლოცო. ზოგი ადამიანი მირეკავს, დღეს ეკლესიაში მივდივარ და შენი ოჯახის სექსენება მინდა იქ შენი სახელის ამაზე დიდი სიხარული მაგაზე მეტი არ უნდა იყო. ეს მილიონი გამომწერამდე მოსულა მე არადროს არს მომიფიქრია და ეს იმიტომ მოხდა, რომ მე არადროს არ მინდოდა, რომ ეს მილიონი გამომწერი ამ პატარა ქვეყნისთვის მილიონი გამომწერი არის ერთ-ერთი რა ვიცი, მე არადროს არ მინდოდა. წიგნის დავწერეთ, ბუნება მკურნალია, რომელიც თქვენი დიდი ხარდამჭერა იყო, თქვენი თხოვნა იყო, რომ ეს წიგნი გვინდა და როცა კი ჩემი წიგნი მოვიდა, ეს უკვე ძალიან თხოვნობადიც გახდა და წიგნი ყოველთვის დეფიციტში იყო, სტამბა ვერ ბეჭდავდა იმდენი, რამდენის წიგნი უკვე იყიდებოდა და მე მაშინ გამიხარდება, როცა თქვენ ამ წიგნით, პატარა წიგნი და დიდი წიგნი არის, წაიკითხე, არ მოძებნო იქ თქვენი პრობლემა. საერთოდ წაიკითხე ეს წიგნი, პატარა წიგნში კვება წერია. მწვანე, წითელი, ყვითელი, როგორც შუქნიშანი არის, ისე დაიწყეთ ჭამა, თქვენი ჯამთელობა 3 თვედან დაწყებული 6 თვამდე ბევრი რამე შეიცვალება, ბევრი დაავადებების მკურნალობა მარტო კვებით შეიძლება და 1 მილიონი, ანუ მილიონერები ვართ, მილიონი ვართ ოფიციალურად ყველა არქი რო დავთვალო TikTok, YouTube, Facebook და Instagram-ი 1 მილიონი გამომწერია დღეს. ძალიან მიხარია მეგობრებო და უფრო სტიმული მაძლევს, რომ კიდე ეგეთი რაღაცები იქნება საქართველოსი ჯამთელობის სექტორში, რომელიც იქნება სულ ახალი. სანამ მე მოვიდოდი, არავინ არ ლაპარაკობდა სელის თესლზე, ჩიას თესლზე, კურკუმაზე. მე ნელ-ნელა დაიწყო ხალხმა არ უნი თუ აკეთეს, მოდი ჩვენს დავიწყოთ რაღაცები. კიდე ბევრი ეგეთი საიდუმლოები გვაქვს ჩვენ, რომელიც არ მისაუბრია. მოვიტანთ მეგობრებო,
ყველა ეგეთი ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარება თქვენ და თქვენი ბავშვების ჯანმრთელობაში. ბევრი პრობლემები გვაქვს ჯანმრთელობის სექტორში, კვების სექტორში, იმიტომ ძლიერია მარკეტინგი, ვიდრე მცენარეული. ოჯახში თითო ბავშვი იზრდება სიმსუქნე და სიმსუქნე უკვე დროა, რომ დავარქვა, სიმსუქნე არის დავადება. პუტკუნა ბიჭი, პუტკუნა გოგო საყვარელი არ არის, სიყვარელი არ არის, ლამაზი არ არის. დედა და მამასთვის შეიძლება არის ის მომავალის პაციენტია. არ გავიზარდო პაციენტები, მიხედე ბავშვების კვება, თქვენი კვება, მომავალში იმ საავადმყოფოს საჭოლში რომ დაწოლილი თქვენი ახლობელი ან თქვენ რო არ იქნები, ეს ხო დიდი პლუსია ცხოვრებაში. ადამიან ჩვენ ხო ისე მოვედი, ჩვენ არა ვართ მოსულები, რომ რამე კარხანაში დამზადებული რაღაცა ჩვენი ვენაში უნდა წავიდეთ. იკავი ჯანმრთელი, ჭამე სწორად, სულ იკავი ბედნიერი. აბა კარგად.